მეფემ ალექსანდრემ თეოდორე იოანის ძის ელჩებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთის მფარველობის ქვეშ კახეთის შესვლის შესახებ. მაგრამ ავად შეიქმნა და იძულებული გახდა განრიდებოდა სახელმწიფო საქმეებს. ქვეყნის მართვა ხელში ჩაიგდო ალექსანდრეს უფროსმა შვილმა დავითმა. ალექსანდრეს მეორე შვილი გიორგი მამის პოლიტიკის მომხრე იყო. ძმების დამოკიდებულება ერთობ გამწვავდა. გიორგის მომხრეებმა შეთქმულება მოაწყვეს, რომელიც დავითმა გამოაშკარავა და ჩაახშა. მაგრამ მალე დავითი გარდაიცვალა. გიორგიმ თავისუფლება მოიპოვა. რუსეთთან კავშირი განახლდა. მაგრამ ალექსანდრე იძულებულია ანგარიში გაუწიოს შახს და ეახლოს მას. შახმა ალექსანდრეს საქართველოში გამოაყოლა მისი უმცროსი ვაჟი კონსტანტინე მირზა, რომელიც გაიზარდა შახის კარზე და მისი უსაზღვროდ ერთგული იყო, რათა მას წარემართა მამის პოლიტიკას სპარსელთათვის სასურველი მიმართულებით. მეფე ალექსანდრეს მიერ მოწვეულ თათბირზე მონაწილეთა წინაშე პირდაპირ დაისვა კითხვა: ვისთვის უნდა მიეცა უპირატესობა საქართველოს, რუსებისა თუ სპარსელებისათვის? ალექსანდრემ და გიორგიმ მტკიცედ გამოთქმეს აზრი რუსეთის სასარგებლოდ. რის შემდეგ ისინი იქვე მხეცურად დახოცეს კონსტანტინე მირზამ და დამსწრეს სპარსელებმა. ალექსანდრეს და გიორგის თავები შახს გაუგზავნეს. კონსტანტინემ თავის რძალს ქეთევან დედოფალს ცოლობა შესთავაზა, რაც ქეთევანმა გადაჭრით უარყო. მთელი ქვეყანა სისხლით მოირწყა. ლეკთა და სხვა მთიელი ტომების ხშირმა შემოსევებმა ათასობით მშვიდობიანი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ერთ-ერთ შეტაკებაში დაეცა პაპაის 11 ვაჟის. შენაკი რა გინდა მოსაბეგ? რა დელფით უშთა მხარესა? რისთვის მომიხვედ? რას მიქვედ? ძეთაზე მგლოვიარესა? რა დასჯალებ ორანომ ჩემს არემარესა? რითვერღა მიხვდი გასრულდა და ნელი ეწიანათელსა? ო კაც თავგუნურება, მშობელს რა დაჰქლეჭ კალთებსა? ქვეყანა ღვთისგან შექმნილი, შენგან რად უნდა წახდესა? თუმცა რაც წასახდენია, ხვალ წახდება დღესა. ვაი რო ისიც ბნელია, რასაც ჩვენ ვარქმევთ ნათელსა. რამ წაგახდინა ბაბაევ, რამ შემოგასრო ამ დღესა? შენს გრთავ ჩირაღთან სვითადრე, ღვთისგან ბოძებულ ნათელს. კაცი ხარ, განაღმერთი ხარ, ფიქრს რა დიდვირთებ ამდენსა. ხვედრია, უნდა გაუძლო, ცრემლს ხოიცრით გადმონადენსა. რა კაცი ბედთან შერსხვების, ღვთის საქმეც მაშინ წახდესა. ჩვენ თუ ჩვენ ალახს ვერთგულებთ, შენს უერთგულე შენს ღმერთსა. დასდა ქარმა გამანდო. წყეულმა კონსტანტინემ მეფის საჩვენის ალექსანდრეს და გიორგი უფლისწულის წარკვეთილი თავები შახს გაუგზავნა. მართალია. მართალია.
მაგრამ ცხედარნი მათნი მაინც ალავერც დაფლა. შირვანზე ლაშქრობის წინ რა კი კახთ ბატონად თავი თვით დაიდგინა? ხალხის წყრომასაც განერიდა. საჯაროდ უთქვამს. მე ყაენისთვის არაფერი გამიგზავნია. ვისაც ჩემი არ გჯერათ, მურს ღმერთის გეშინიათ. აგესაფლავნი. გასთხარეთ და თქვენი თვალით ანახეთო. ჯანდიერი შვილი გიახლავთ, დედოფალო. დასტაქარის მოსვლამდე აქ დარჩი. ნურსად მოწახვალ. კახეთისაკენ გზის გასახსნელად წამოსული რუსთ ლაშქარი ოლმუქთ ოსმალთა სრულად გასწყვეტეს, დედოფალო. რუსეთს დიდი უნგრეშობა სუფევს, დედოფალო. ოდუნოვის ტახტს პოლშით მოსული მე დიმიტრი ემუქრება. ქვეყნად ხმა დაერხა მეფე ბორისი აღესრულა. რუსთაგან შველას აწტყვილად ვილით. გარდა ამისა, იჭვით ნაგრძნობი ამბავი გამართლდა, დედოფალო. კონსტანტინე ალაზანს გაღმა დადგა. ლაშქარიც დიდზე დიდი მოხარა. ცოლობასაც გხობს. ითვლის, რამე თუ ჯერ არს რჯულისა მაჰმადისა შერთვარძლისა. და მეაც დავიფყარ კახეთი ნებითა ყაენისა. შემირთავ იყავ კლავაცა, დედოფალი. უკვე თუ არ იქნები, მე ძალითავ ყოესე. რა იღონეთ? დარბაისელთა თათბირი ქმნეს. ყაენის რისხვით ქვეყნის წარწყდას კლავაც მშვიდობა არჩიეს. დაპოლა გთხოვეს, დედოფალო. საინიცობოდ კაცი მზადა გყავ. ირჩევ ქართლს აფრინო. მეფე გიორგის საშველის თხოვა. ხალხ შემისჯერა, დედოფალო. თუ შენი გვირგვინი კონსტანტინემ თავისას შეუერთა. კახელნიც იოლა დახტებიან და მეფობასათვისა ჩვენსა ზედა. დასტურ ქმნილს ჩასთვლის. სიკვდილი უკეთ მიჩნს. ვიდრე ბოროტისა მაზლისა ჩემის შეერთება. ერს მიხმეთ. დიდებულები და მღვდელთ მთავარნი ახლავ მაახლეთ. მკვლელი მამისა, აქ თვით მაქვია მეფე თქვენი და მაზლი ჩემი კონსტანტინე, ცოლობასა მქონს. გიხმეთ, რათა შემეწიოთ არ ყოფათ ამის და თუ ეს არ ინებოთ, მაშინ უნდა დაგტოვოთ რძალმა თქვენგან, თქვენგან უმფარველომა და წავიდეს სამშობლოსა ჩემსა მუხრასა, მამულსა, მამისა
ისა ჩემისასა. აი დედასა, ეს რა ესმის ყურებსა ჩემსა. ვაი მოსწრება სოფლისას, ვაი სამარეს თავს აფეთილ კახ ბატონისა. ვაი ჩვენ ზალსა, დედოფალსა, უქმროს და უძმოს. ვაი კახებსა, უკეთოდ twdils. რასადი ხალხო, დაკაცუს სადრევთ მაღლაღმერთ და დილწმები ჩვენის ალექსანდრეს უთავოდ ხედავს. და დედოფალო, ატამ ხალხთან სიცოცხლე არქის დამკარი და ცა. ჩვენ მუდარები დედოფალო, დამკარი და ცა. მეფე გიორგი ზემო ქართლის ლაშქარი გაახლა. სპას პაპუნა მელახორი უტინამდა. კახელთაც გული მოეცა. ბრძოლის ველს ცოლშვილიანად მოდგნენ. ჩვენ წინ შევება, ხოლო ჯალაბი ჩვენი დედოფალს უკან დაუყენოთ. ან გავწყდეთ, ან გავიმარჯვოთ. დაიფიცეს. გმართლო თუფალო, რომ შთაგონ ერსა ჩემსა, ქცევა ესე ჭეშმარიტი. ამბავი მეცხრეც ის სადალო. თუ ხელღამ სიზმარში მირზა კონსტანტინე ჯოჯოხეთის კარამდე მივაცილე. მეკვირდა მხრებზე თავი არ ჰქონდა.
უეჭველა არ სიახლოვე შენგან ალახისა. მამის მკვლელი ხელმწიფობას ვერ აიქმს. თუნდაც რომ ქმნას 6 თვეზე მეც ვერ გადლებსო. ამ ამბის შემხედვარი ოსმალნი ლაშქარსა თვისა ჩემზე დაძრავენ. თანან დღეს ან ხვალ გახნით თავის ხალხს მაახლებენ და კონსტანტინეს ნაცვლად მირზა თეიმურაზის გამეფებას მთხოვენ. და ყოლა მარტებს. გონიერებითა და სათნოებით უფლისა მიერ კეთილშობილო დედოფალო ქეთევან. ალაჰმა იცის, რომ მაზლის შენი უღირსი კონსტანტინე კახეთ ჩვენი ბრძანების წინააღმდეგ მოვიდა. და რომ ჩვენ არ თანხმდებოდით მის თქვენსა ზედა ბატონობას. ხოლოაც როცა ამაყმა და დაუდევარმა მაზლმან შენმან საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ცის განგებით მოკლულ იქნა, სურს შულზე თხელი ავიღოთ. ანუ ერთმანეთს ათ ზიანს ნურას მივაყენებთ. და თუ ერმაც შენმა ნინებოს დასტურითა ჩვენითა და წყალობითა ალაჰისა კახეთი წესა შენსა თეიმურაზებოდეს. მოგითხვის სურვილითა მოსიყვარულე სათნოებისა შენისა მარად ერთ გული აბას პირველი. დისწულო ჩემო, მე შენთვის ამიერიდან ხანობა მიბოძებია. ათ დედამან შენმან ვითარცა წესი თქვენებური არს, გახდ ბატონად თვითონ გაკურთხოს. ეს მოხდა 1606 წელს. აღმოსავლურ კულტურაზე აღზრდილი და სპარსული პოეზიის საუკეთესო მცოდნე თეიმურაზი აბასის აზრით სპარსული ორიენტაციის მომხრე უნდა ყოფილიყო. თუმცა სამეფოს ფაქტიურად ჯერ ისევ ქეთევან დედოფალი განაგებდა. ახალგაზრდა თეიმურაზმა არ გაამართლა შახის იმედები და კვლავ გააგრძელა კახეთის სამეფოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ. მაშინ შახმა მისი თავიდან მოცილება გადასწყვიტა. შამახის ციხეს შემოადგა და თეიმურაზი ჯარით ურთიხმო.
ჭაბუკმა მეფემ თავი აარიდა შახთან ხლებას. ეს ჟამი ჩვენია მუსაბეკ. განჯა შამახის ფაშები უკვე დავგეშე. დიდი სულთნის პირით ზეგამზე წასვლა ვობრძანე. ქალაქის დაპყრობა და ციხის აგება განუზრახე. მე ჩემსას ვიზამ. ზეგამი კახეთის მარჩენალია. თუ ვინძლავრე ალაზნის ველი მე დამრჩება. მერე თუ ხარს მომცემ თუშების ჯინსაციულად ამოიყრი. ერთის ნაცვლად 100 ლამაზ დიაცი შოვი. გმარა ჩემ გარა სითხო. მე სათხოვარი რა უნდა მქონი, ჩემი წესია გიწევ. რა სითხო მეთქი? ნიშანზე მოთარეშებს დაძრავ. ბახტერიონისა და კრემის ახლო სოფლებსაც დააწიოკე. გასამრჯელოს რას მპირდები? აგი გითხარი, რასაც მოითარეშებ შენ ვედახჭების მეთქი. აღარც ტყვე ქალებს წაგარ. შერაკავდეს მუსაბეკ, ვიძულო სიბერეში მაინც გაიხარ. მაჰმუდბეკ! არ დაგავიწყდეს რომ სტუმრად ახარ. დიდგულობა არ გმართებს. თაში ჩემი სტუმრად ყოფნა არ ეთქმის. თა ჩემია. ასე რომ ერთ რამეს გირჩევ. არ დაგავიწყდეს რომ ყველანი წუთი სოფლის სტუმრები ვართ. დედოფალო, ვიღაც დაღესტნელ დიდებულს შეინახვასობს. ვინ დიდებულს? სიმართლით ვერას გეტყვით. სთხოვე. დედოფალთან ცალკე მსურს საუბარი. დიდებულებისა შენისა პატრეც მრავალი მსმენია, მაგრამ თავს ბედნიერად ვრაც ხრომ ჩემის თვალით აკნახე. მუსაბეკ? ჩემი შემგან ცნობა მხოლოდ მის ცნობით თუ იქნების. სხვაგვარად ვერ ამიხსნია. თუნდაც მის ცნობით იყოს. მითხარი რად გარჯილ ხარ? რად ყოფილი? სტუმრად ვით მომევლინე? ეგ მერმის იყოს. რასაც ავიქ, ნამუსით ავიქ. მე თქვენი სისხლი უხვად მართებს დედოფალო. მაგრამ წაც ვალის სიკეთით დაგიბრუნოთ. აბასმა მე და სხვა ლექთბელადებს შემოგვითვალა. ოსმალეთზე ლაშქრობას საქვეყნოდ ავთქვი. სინამდვილეში კახეთის ზამოკდება მსურსო. მითხარი მუსაბეკ. ამ ამბის სანაცვლოდ რა სითხო? სათხოვარი ვაი რომ დიდზე დიდი მაქვს დედოფალო. ალბათ თქვენს გაიგებდით. ჩემს სიღრმეში ერთი თუშის ტყვე ქალის შემიყვარდა. ცოლობა ვთხოვე, უარი მითხრა. ბოღმით აღვივსე. და მისი სატრფოს მოჭრილი თავი სინით მივართვი. საბრალომ წუხარებას ვეღარ გაუძლო და ცელს ზედ დაეკავა. სმენია. ახლა რა სითხო? სათხოვარი დიდი მაქვს მეთქი გითხარ. მინდა ეს ცოდვა ჩამომრეცხო. თქვენს ღმერთს ჩემს ნაცვლად პატიებას თხოვო.
გისმინოს და წამებაც ჩემი მორჩეს. საფრო ბაბას ისა უსაზღროზე მეტია. თეთრგასულარად შაქმა საიდუმლო ბარათით ლუარსაბის ორგულობა მამწვა. წამს ქართლის მეფე შენი მოკლა და კახეთის დანარჩუნებას სურს. მაშმი შენ დაასწარ მოჰკალ და ქართლის ჯობნები დაიხარ. თუ ჩემი შეწევნა დაგეჭირო შველად მზადა ვარ უწერდა. მუხრან ბატონმა კი ამ დილით მამცნო რომ ამ დაგვარი ფარათი თურმე ლუარსაბისთვისაც გაუგზავნია. რაც კი ამას წერს. მე მივალ ძლევად ოსმალთა. ამისათვის მომეცმე ძე შენი მძევლად. რამე თუ არ ემწო მტერსა ჩემსა. ვითარც ახყო პაპამან შენმან და ვცნამით ერთგულება შენი ჩემდამია. აკი მუსაბეკმა დასვა. სრულ. ოსმალოზე კი არა, ჩვენზეც მოდის. ამიტომ სხვა გზა წარსადას ჩანს. შახს მძევლად ალექსანდრე უნდა ახლო. მეც თან გავყვები. მაგ საქმეს ეხლა სიკვდილი მიჯობს. თავსა ჩემსა, შვილებსა ჩემსა, ანუ ნათესავთა ყოველთა ჩემთა და ერთსა სრულიადზე შევაწყვეტ, ხოლო ხვანჯიანსა წადილსა მისსა აწარ დავყვები. შაჰსაც ეგუნდა. თუ მაგასა იქ, ამით იმის გულს გაახარებ. საუკუნო თმენასა და უწმინდურის მოშიშრად ყოფნას წამიერად აღსრულებას ჯობს. მრავალტანჯული ერის გულიც ამას მკარნახობს. ხალხს ასეთ ყოფას მიწისაგან წარხოცვა ურჩევნია. ხელმწიფობის ხვედრი ესი არს. თუ უთმელობამ გიყევას ჯოჯოხეთი არ აქცდება. გირჩევ შაჰს შენი უმრწესი ძე ალექსანდრე ახლო. მეც თან გავყვები. თუ განრისხდა რატომ უფროსი ძე არ მაახლაო. რიდი ჩემი დიდი აქვს. ვეცდები გულისყრო მამისი განვაქარო. თავარი დროა. ლიხს იქეთ გადადე. ლუარსაბით თან წარიტანე. იმერეთის მეფე მთავრებთან პირობა შეჰკარით. ერთობა ხმენი ჯამი მოიგეთ. ამასობაში მოსკოვს ელჩი გაგზავნეთ. ჩვენი მისდამი ხელდებულება შეახსენეთ. ფარველობას თხოვეთ. ამ საქმისათვის წოწრიანთი ნახე. უმურდოს მონასტერში იქაურ იღუმენს ხარიტონს ძმად უდგას. ჩვენი ნუ გედარდება. თვალის ჩინო ჩემო. მეფე მან კახეთისა თეიმურას დედათვისი დედოფალი ქეთევან და ძეთვისი ალექსანდრე ძვენი თავერ საგადრისითა სულმან ალექსანდრემ შამსავარდოვისა საგარაკოთ ირანს ყოფნა ირჩიეს სავანეთ თქვენ და სამფლობელო უნდილაძეთა შირაზი მithქვას. იმამყული ხან აგიშენ წარმოშობით ქართველი ხარ. იმედი მაქვს ჩვენ სასტუმრებს მასპინძლობას ღირსეულს გაუწევ და უთვისტომობას არ აგრძნობი.
ბატონს უთხარი, რომ არა ვარ ძიძა და მზრდელი ძისა შენისათქო. წარმომივლინოს ძეთვისი უფროსი. უკეთ უსურს ჩემთან ერთობა. და პატივიცე დედასა მისსა. შიოლა გადიხმარებს მიხედე წყალი და ლევინ საღამოსთვის მარილიანი ჩალა დავამზადე მარილიანი ჩალა სამყოფი აქვთ წყალსაც ეხლა ვერ დავალევინ ქაკნად ცოტა ბრალს გამოდევს ხელის ქუთაის მიმავალ მათაგაგი შეკრიკმა შემეყოლია საუბარში. მასაკეთ, რაც ქეთევანი და მისი შვილიშვილები აბას შირაზის პატრონისთვის იმამ ყულიხან უდილაძისთვის ჩაუბარებია, თვითონ კახეთისკენ დაძრულა. გრემია უღია. მერე ალავერს გადასულს თორღვაც ციხეს დაუქცევია. თეიმურაზის ხაზინა ლალმარგალიტით მოუჭვილი ეპისკოპოსის გვირგვინი ხელში ჩაუგდია. ტაძარში მეციხუნე ჯარი ჩაუყენებია და თეიმურაზისა და ლუარსაბის შესაყრობად რაზმები დაუგზავნია. ყიზილბაშს დაუქცევია ქვეყანა. 6000-მდე ტყვეყა ხელი ირანს გაუგზავნია. ბაღი და ვენახი აუგაფავს. ხეები ძირფესვიანად მოუთხრია და ისიც თავის ქვეყანაში წაუღია. მეფის ხალხი გიახლა მამო. შენ საქმოსვლას ცხადში კი არა სიზმანშიც ვერ დავიჯერებდი. ძეთაძეო მეუფისა ჩვენისა. ხვაწლის შენი ერისა მიმართ. განუზომელარ სწორწრიანთო. მუსის გიკვირს რომ არ გიხმედა თავად გიახლა. რამე თუ სახვეწერი დიდი მაქვს. მერთო შენი სახელი ჭირე. გისმენ მეფე. ალბათ უთქით რომ მშობელი ჩემი დედოფალი ქეთევან და ძეცა ჩემი ორი ლევან და ალექსანდრე შახსამძევლად ყავს უთქით იმასაც რომ კახეთმა ლამის არის სული მთლადალია და არც მშველელი ვინ მეუჩნს გარდა რუსისა ამიტომ დედოფალის რჩევით მეცა და იმერთ მეფემაც ხარიტონისა და შენი რუსთ ხელმწიფესთან გაგზავნა განვიზრახეთ. ამ საქმისათვის სხვა არავინ მიჩნს. ვიცი ყველაფერი ჩვენს ბედბურ მამულს შემოსწირე. პარემ ესეც გმენ. იყოს ნება შენი მეფე ბატონო. ახლოს ერთი ოცისრო. ვარად ბესთავი. რამე იკავაცი. სადოკაცი. ელოცი. ჰეი! დავათავ. გამაი კიდევ ცოცხლებიდან. ბორზანგი. აილასა, კარგია რომ ამ რიცხვიან ქარღამეში მშვიდობით მოხდა. მერთო მშვიდობანი მოგაქვს. ჩვენ კი მშვიდობით მოველთ, მაგრამ ეხლა შენიცი.
ჯერი შენზეა. ეს ორი კეთილი სტუმარი დილამდე კარგად მომისვენა. ბესლანს მიდიან, ყონაღისთვის წამალი მის. გამსები იქნებიან. აქაურკას საძოვარზე ეძმობოდნენ. სადაურდი ხარ? ერთწლები ვარ ბატონო. მე ზამათა ცისკარზე უკან გავბრუნდე. ესენი კი შენი ჭირიმე როგორც აქ თხოვე, ეგრე მიმიხედე. ამ ოთახში შენი ჭირიმე სპარსელი ვაჭარი ცხოვრობს აღა ისმაილ. ზემოთ კიდევ ერთი მონადირი რუსი ბიჭია ჯიხზე მავალი. ამის შეაფერხა. სხვა რა ღონია? სამთავ ერთად იქნებით. ეგრა ძნელი. მოგწამთ. მოგწამთ. ეგენი ვინ არიან? ერთწეული მწყემსები არიან, ბატონო. ჩვენი დობილი ფატიმა ირასაი. ფატიმა ისა შენ დაიღა გეკითხების. აგინ გზობაზე დაგკითხარ. რუსმა დანიშნა. საშობაოდ ქორწილი აქვს მეთქი. ეგ ხუმრობით ათქვა. აქაურ ქალს რუსირად დანიშნავს. ისიც უპატრონოს. უჭირის უფროს უდედოს და უმამას. თავს ნუ იტყუე ფილა. შეერთავს, მაშარ შეერთავს. უპატრონო რად არის, როცა სამი ძმა ახავყევართ. ბიძისა ჩვენის ქალია, უცხო ხომ არ არის. მაშარას თყვით. არა, ჩემამზემ. აჰა, შესვის ირჩა. აბა, გაგვიმარჯოს. Мой отец был стрелец. В грузин верил. Говорил мне, что они мужественный, разумный, древний народ. В Кахите был еще при царе Александре, дедушке нынешнего царя Таймураза. Сопровождал посла по фамилии Данилов. Затем в битве с неверными был тяжело ранен. Здешние христиане его укрыли, вылечили, но захромавший он не смог больше служить. Женился на казачке. И здесь же обосновался на берегу Терека. Гаврилой звали. И я Гаврила. Гаврила из Северов. А мать жива? Нет. Даже не помню. ფატიმა ბიძაგენაცვალოთ. საქმრო ვის არ ყოლია, წადი დაიძინე. უკვე გვიანაა. იყო რა აქ მირჩემი. სტუმრებიც არ დამძრახავენ. აქ თერგის ქალაქს მიმავალი ერთი სპარსელი სავდაგარია. აღა ისმაილ. თქვენი ვინაობა მკითხა. რაც არ უთხარი, არ დამიჯერა. რას არ ქალი? რის არ ქალი? ეგენი მე სტამბოლს მინახავსო. ეგ ის სავდაგარი ხომ არ არის, იალოში მათული იაფად რომ მივყიდეთ. ყაურმა რა ჭამა. გზაში მგლები იცის და მეშინია ხორცისუნი ამივაო. Послушай, Фатимат, персидский купец не врет. Эти двое, правда, похожи на царевых людей. Здесь им оставаться нельзя. Попробую в село их повезу, в своем доме поставлю. Я пойду пока лошадей запрягу, а ты скажи, чтобы тихо спускались. ხენები მზად არის აღა ისმაილ. ეს ვერცხლი ვერცხლად იყოს. აბრეშუმის თავსალი კი შენი ლამაზი ცოლისთვის მინირთმევია. ღმერთმა ხეირი არ მოგაკლოს აღა ისმაილ. გმადლობთ აღა ისმაილ. მებრძოლად შენი ბიჭები გამაყოლე სამშვიდობოზე გამიყვანო. გასამრჯელოზე გულს არ ვადგენ. გეთით.
ეს ჩემი საქორწილო საჩუქარი იყოს. ღმერთმა ბედნიერებაში მოგახ. შენი ჭირიმე, შენი. შენთან. სოლდაგარი და ორი სარკალი. მერე? საწავიდან. სოლდაგარი ამ დილით წავდა და სარკალი კი ქურბათაცანი აღმოჩნდნენ გახერებამდე გამეყარა. ახლა გაიქეცი გავრილასთან და უთხარი ბესტაუთმა შემოგითვალა მუსულმანიკისტები ქართველებს თავდასხმას და გადაცემას უპირებენ თქო ჩერაცხენზე აი Скачите через речку. До хутора. В хуторе найдете Гришку Коробова, он нас спрячет. Давайте быстрее. ჩემი მაღალი ძმა, ჩრდილო ქვეყნების mbრძანებელი მეფეთა მეფე მიქაელი. ხომ ჯანმრთელად ბრძანდებ? Здоров ли мой высокий брат, повелитель северных стран, царь-царей Михаил? Царь и великий князь сия Руси Михаил Федорович приветствует тебя и желает долгой жизни тебе и процветания царству твоему. Мы вместе с тем с беспокойством хотим сообщить, что посол кахетинского царя Таймураза игумен Харитон царю и великому князю всей Руси намерения твои так разъяснил. Повелитель желает подчинения грузинского царства, уничтожения династии Багратионов и искоренения христианской веры в Кахете и Картеле. Правда, царь и великий князь счел сообщение преувеличенным.
но признал необходимым все же настоятельно просить тебя, чтобы отныне ты отказался от вражды с иверами, вернул Кахете, рукоположенному великим государем, внуку царя Александра Теймуразу, и немедленно освободил из плена мать Теймураза и детей его Александра и Ливана. О Аллах, уплевар страхваннишенни. О Аллах, неисповедимые намерения твои. Оказывается, человеческому коварству нет предела. Увы, в этом мире ложь и истина одинаково ценятся. Теймуразма დედაცა და ორივე ძე თვისი ძევლებად მომცა. რათა ოსმალოს ანუ ჩვენ საერთო მტერს არ მიმხრობოდა. Теймураз свою мать и обоих сыновей дал мне в заложники, чтобы он не примкнул к султану, к нашему общему врагу. მაგრამ იცრუა. Но он солгал. დედაცა და შვილებიც გულცივად მიაგდო და султанс მიემხრო. Мать и детей равнодушно оставил и с султаном сдружился. Განშორდეს! სტამბულს თეიმურაზ! და ალასა ფიცავ! არა თუ კახეთს, არამედ მთელს ჩემს სამეფოს რუს ხელმწიფის ფერხთით განვაქენ. Пусть отойдет от Стамбула Теймураз, и клянусь Аллахом, не только Кахете, но и свое царство брошу к ногам русского царя. ეგეც რომ არა, განა მე ჩემი მაღალი ძმის ჩრდილო ქვეყნების mbრძანებლის მიქაელისა და ჩემი მისდამი ჯერ არ ნახული სიყვარულის ნიშნად ცოტა რამ ვიღონე? Разве я в знак верности, еще не виданной в Поднебесье моей любви к высокому брату, большому государю северных стран Михаилу, мало приложил усилий? ეს ხანია რაც თეიმურაზის დედად ყოფილის ხოლო ათ ჩემი განუყრელი დის და ტახტისა ჩემი სამმოზიარის ქეთევან დედოფლის რჩევითა და შეგონებით. Совсем недавно, по совету и разумлению бывшей матери Теймураза, а теперь моей неразлучной сестры и сопричастницы трона моего, царицы Кетеван, სულთანის მიერ დატყვევებულ 87 რუს ჯარის კაცში. Султану за им же плененных 87 русских солдат. 1000-ზე მეტი მიამბოხე და 5000 ოქროთ ღირებული მათი ბელადი მივეც. Я отдал более 1000 окруженных мною и мятежников и оцененного в 5000 золотых их вождя. А можно ли нам повидаться с матерью Теймураза Кетеван и побеседовать с ней? ჩემს დას დიდ დედოფალს აქ მობრძანებას ვერ ვკადრებ. Я не позволю себе, чтобы моя сестра, великая царица, пожаловала сюда. მაგ საქმისათვის შირაზს გამგზავრება დაგჭირდება. Для этого вам понадобится отправиться в Шираз. Согласие Теймураза с султаном не только шах, но его величество Михаил Федорович считает нетерпимым.
თეიმურაზის სულთანთან თანხმობა არა თუ მხოლოდ შაჰს, არამედ მის უდიდებულესობას მიხაილ თევდორეზესაც შეუწყნელად მიაჩნიოდა დედოფალ. Известие об этом нас очень удивило, царица. ამ ამბავმა ჩვენს გაგვაუცა დედოფალ. მას სხვა რა გზა აქვს? А есть у него другой путь. გზის მეტი რა დედოფალო. თუნდაც ზავი და შაჰის ერთგულება. რავი რა საწყენს. არ შენ რა გაწყინე. არც არ ჯულს გტაცებს და არც სახელმწიფობას. მე ვით წარმტაცებს. როცა ერთიცა და მეორეც ჯერ თეიმურას საბარია. ფიცისაკ წამდეს უპირობისა გეშინოდესო, გონიერ თუ თქვამთ. მიწის მობრძავის სომეხ ქართველნი, რომელიც შახის სურვილის სამეფ ფერეიდანსა და ბახტიართან დასახლდნენ, ისლამის რჯულზე განა ძალით არ მიაქციეს? ჭეშმარიტად რომ ძალით აქმნეს. ძალით რა იყო? ისლამის ნათელს უმრავლესობა მორჩილებით შეუდგა. მორჩილებითო, კარგად აბრძანე. თუ ძალადობა არ იქნებოდა, მორჩილებას რაღაც არ მოქმნიდა. გმარაღა, მაგისა ბევრი არა გამეგებარა, მაგრამ ერთს გეტყვი. წარმომავლობით მეც ქართველი ვარ. და საქართველოს მომავალი ირანზე გადაღმა. არც სასადმი ჩანს. ნაქართველარი რატომ იმამყული ხან? შირაზის ბეგლარბეგი ბრძანდები, ნამდვილი ყიზილბაში. თურუს ხელმწიფემ საქართველოს მფარველობა აღარინება, ვერცა ივერთა სული, ვერცა გონება და ვერცა ენა მერმისში ვეღარ წარმოჩინდების. Если русский царь больше не пожелает покровительствовать Грузии, ни дух, ни разум, ни язык вера в будущем не сохранится. თეიმურაზი შაჰს არ დახვევა. Теймураз шаху не покорится. გელი და ცხარი ერთად ვერ მოსწოს. Волки и овца не смогут пастись вместе. ვერცა აფთარი ფოცხერისებრ ვერ დაიჩხავლებს და ვერცა თევზით ჩიტივით იფრეს. Ни гиена лаять, как рысь, не сможет, ни рыба, как птица, не полетит. ვითარცა მთიდან ნაჟური წყალი, მზღვისაკენ მისტრაფის ასევე ერი ჩემი, წარსულიდან მომავლისაკენ მიედინება. Как вода, сочащаяся из горы к морю движется, так и народ мой из прошлого в настоящее стремится. Давай წყალსა მდინარესა, რომელიცა ზღვას ვერ მისწვდება. И горе реке текущей, которой не достигнет моря. ანუ დაშრება ქვიშასა ზედა. Или высохнет в песках жарких. ანაც მძლავრი მდინარისაგან გზად შთაინთქმება. Или могучей рекой поглощена будет. მერი ჩემი მამად არ მიჩნს. Но не таков мой народ. ეს არც ერს წადის. Он этого не желает. ამადაც იბრძვის გამეტებით. Зато и борется. იბრძვის და შვილსაც მეომრად აზრდის. Борется и сыновей воинами растит. ხატადაც ისყავს, ვინაც ერისთვის თავი გასწირა. И на тех молится, кто отдал жизнь за отечество. დედოფალი ვარ და ძარღვი ყოველი, ერისა ჩემის, ჩემს გულსა ერწყმის. Царица я, и каждая жилка народа моего с сердцем моим сливается. ამადაც ამ წამს, რომ ივერთა სული არის უტეხი, მოუდრეკელი. Потому и верю, что дух народа тверд и несгибаем. ჩინო ჩემო, ძენი შენი, ლევან და ალექსანდრე, ეს ხანია შაჰმა მაზანდარანს გაისტუმრა. არ ვიცი სანადიროდ, არ ვიცი რად. მართალია ნადირთკლა ჯერ ფრიად ნადრევად მიჩნს, მაგრამ უნდილაძე მან უგეშა. ბრძანებელი მაზანდარანში საზაფხულოდ დარჩენას აპირებს. მეც იქ ვიქნები, უფლისწულებს ჩემს გვერდით ვიყოლი. სხვა რა გაუწყო.
გისმენთ დედოფალო? შეიტყვე ერთი აგრეგვიან ვინ უნდა იყოს. ახლავე დედოფალო. რუსთ ხელმწიფის ელჩებისა უკვე გითხარდა ლავაც იმასვე ვიმეორე. დიდათ მიმხედრნი და სანდონის ჩანა. თუ ღმერთმა ინება გონებ შენგან დაწყებული საქმე სულისა შენისამებრ ბედნიერად დასრულდეს. ღვთის ბრძანებით მოსე ბასილი და გიორგი ხუცესი ბაჰადურებმა თან წაიყვანეს დედოფალ. ღმერთო შენ გვიშველე. შენი ცნებითა და ალახის დასტურით ორთავძე თეიმურაზისა, ლევანიცა და ალექსანდრეც წუხელღან დაასაჭურისეს. ხმაწულებმა ვერ გაუძლეს დასტაკრის დანას. უმცროსი იქვე მიიცვალა, ხოლო უფროსი ამბობენ გონს გადავიდაო. ვიცი, შენი მრისხანება თეიმურაზის რუსთ ხელმწიფესთან ლაქუცმაც გააღვივა მზის სადარო. ქეთევან დედოფალი რა საქმეს? ხშირად საშინადეს. წყალობით შენით არც თუ ტყვეობისაგან დიდად შეზღუდული. შვილიშვილების არა იცის რა. პური დამიგდეს შირაზის ხანო. თუ ქეთევან დედოფალი აჰმადის რჯულის მიღებაზე დაითანხმე, აწნუღარ ასავნებ. თუ არა და? ნუ ღვთისანარეკლო. აწრჯულსათვისაც ეგარ დააგდებს. არას დაედებ დაეხსე. შენთვის უღირს არის მისი წამებით მოკვდინება. არ დაგავიწყდეს იმ ამპული ხან, რომ შენ ირანის დიდი ყოლა რაღაცის სახელგანთქმული ალავერდი ხანის მემკვიდრე ხარ. მან ირანის ტახტზე ჩემი დადგენებისათვის უებარი ღვაწლი გასწია. გამო ამისა და ერთგულებისა შენისა გამოც ფარსის ბეგლარ ბეგობა შენ მოგაც. თუმც საბრძანებელი ესე მემკვიდრეობით არ გადიცემის. ეხლა ჩემს შემდეგ მთელს ირანში პირველი კაცი შენ ახარ. სიმდიდრითა და გულუხვობით ქვეყანა გიცნობს. წაც ერთი კითხო. ან შენ, ან მამასა შენსა მაჰმადის რჯულით გაპატიოსნებამ ცუდი რა მოგაგოთ. შენი წყალობისა და სამოთხის ბინადართა შესაშური ბედნიერების გარდა სხვა არაფერი ღვთისანარეკლო. ქეთევან დედოფლის ჭეშმარიტ რჯულზე მოქცევას დაბეჯითებით გავალებ. დღესა ერთსა დედასა შენსა ვკითხე. ქრისტიანი თუ ხარ მეთქი? ვარო მიპასუხა. გავიგვირვე. რად გიგვირსო მყადრა? თუ თეიმურაზის დედა ქრისტიანია, მე რად მიკვეთო? დღეს მთელი საქრისტიანო ქეთევან შესწერის. თუ გონს მოეგო, ქართლისა და კახეთიც გონს მოეგება.
ჩრდილოეთისკენ ჩადრს აიფარებს. ის ჩვენსკენ მოიქცევს და რუსთ ხელმწიფეს სამხრეთისაკენ ჭორეტის სურვილს სამუდამოდ გაუქრობს. ვეგარ მოხდა. მაშინ ისიცა დაერიca მისი უგუნურის ტანჯვით დაშორება. Дедополис танцақонас твитают. Возьмете, если увезти с собой царицу. Что вы можете сообщить нам о грузинских царевичах? Картфелю присулеби саравицодет. Рациорат гагегонат симартлет виерет. То, что слышали, сочтитесь за правду. Возьмемся. Витавет. Ампарац. Шахис беჭედიოზის. На этом свитке печать шаха. Перцих. Верца Шираши да верца Соган циневера дагидгедот. Ни в Ширазе, ни в другом месте вас никто не осмелится задержать. Თუ განგების ძალით დედოფალი როგორმე დაითანხმეთ, კვლავ ისპახანს მიხოთ. Если царицу силой провидения как-нибудь склоните, снова приедете в Испахан. დანარჩენზე მე ვიზრუნოთ. Об остальном потом позаботимся. არ დაივიწოთ. რომ ამ საქმეს ჯალათი სულისთვის. Не забывайте, что это дело пахнет палачом. Мы послы, у нас охранная грамота. Элчи Хелшеухебелеев. Шахистvis არა. Но только не для шаха. თეონია რაც ტირი მეთქი აკი განდობილ დარწგული ადვილად იტანსო ავის მეც რას უნდა ველოდე გიორგი ხარ? თავად არ ვიცი ვინა ვარ დედოფალო სად მიხვალ ღვთისმიერო მიხვალ მეთქი მითხარი რა ჩვენს თავს განათათრეს მოსე ბასილი რაღა იქნა არ გათათრა და მოკლეს უფლის წულები არ ვიცი დედოფალო იცი არ ვიცი იცი არ ვიცი დედოფალო არ ვიცი დედოფალო Хотим видеть царицу. Мы послы великого государя почтительно преклоняем голову перед той непомерной скорбью, которую уготовила коварная судьба тебе и сыну твоему царю Теймуразу. ჩვენ ელჩნი დიდი ხელმწიფისანი თავს მოწიწებით ხრით იმ განუზომელი მწუხარების წინაშე რომელიც მუხტალმა ბედისწერამ შენ და ძერ შენსას თეიმურას მოკერძად უფალმა გაკურთხოთ სიკეთისათვის
Бог да отплатит вам добром. О несчастье с царевичами имам Кулихан нам тайно сообщил. И свиток с печатью выправил, дабы искреннюю службу предложить тебе. И тайно от шаха увести с собой в Россию. Сегодня нигде, кроме Москвы, для тебя приюта нет. Верь нам, царица. დღეს მოსკოვის გარდა შენთვის ამ ქვეყნად ყველა ადგილი მიუსაფრად მიგვაჩნია. Გვენდე დედოფალო. ერი მე მიმზერს. Мой народ смотрит на меня. დღეს თუ ხალ შაჰი რჯულის გამოცვლას მომთხოვს. Рано или поздно шах потребует от меня сменить веру. ჩემი ომიც ეს იქნება. Это и будет моя война. ამ ომში გაქცევა არ მწats. В этой войне бегство недопустимо. ქვეყანა უმტკიცობას დამწამებს. Народ обвинит меня в нестойкости. მადლობის მეტია რამე თქმის, მაგრამ სიცოცხლე ჩემი. აც მხოლოდ სიკვდილში თუ გაგრძელდების. Примите мою благодарность, но жизнь моя теперь, наверное, только в смерти продлится. Бессмертен народ, взрастивший таких дочерей. Ukudavia ერი, რომელიც ასეთ შვილებს ზრდის. Воистину. ჭეშმარიტად. ღმერთო ძლიერო, მამაო ჩვენო და ძეო, და სულო წმინდაო, და დამბადებელო დამბადებლისაო, ქალწულო მარია. განამტკიცე არსება მხევალისა შენისა ქეთევანისა, და ნუ შემირყევ ფუძესა რწმენისასა, რამე თუ შენ გვსავ, დაერიცა ჩემისა, სახელისა შენისად იღწვის. მიეც ძალიერსა ჩემსა უფალო და მომეცმეც ძალი და ნუ განმირიდებ ნათელსა შენ მიერსა. რამე თუ დედოფალი ვარ და თვალი ერისა ჩემისა მე მიმზერს. და თუ ვუნტუნერსა ჩემსა, ანუ სიყვარულსა შენსა ჩემდან, მაშინ შთაინთქა სასოყოვილი ჩემი, გენიასა შინა ჯოჯოხეთისასა. მესამე თვია ტანჯოს ჩემსა სამალი ვეღარ უყურე. თვითა კვადრო მეთქი. ამას ფიქრობდი. თქვი ნუ გეშინია. რა უკადრელი ეგეთი არის, რომ აქობამდის მე არ მეწვნიოს. შაჰის ბრძანებით გამახმოდიანება გევალება. დედოფალ. ენით მაინც თქვი თანხმობაი და რჯული შენი შენ გულში ჩაიმარხე. რა დაგიხდა? ხალხის თვალში თავი ისე დაიჭირე, ვითომ ირწმუნე მაჰმადისა, ფარულად კი კვლავ შენ ღმერთს ემსახურე. ინძლო მეც მიხსნა თავი ცოდვისაგან, რომელიც შენგან მომელისე. შენ ჩემო ძმაო, რა დიდანჯები. მოდი პირდაპირ ავთქვათ. მე მეფის ასული, მეფის დედა და მეფის ცოლი ვარ. ჩემი ქმრის მერე მეც თავად ვიმეფე. მაგრამ მიცოდე, წარმავალია და ამაო სოფლის დიდება. ხელმწიფე შენი, თუნდაც ყველა სულდგმულს ეუფლოს და მთელი თავისი სამფლობელო მერე მე მომწევს. ერს არ ვუარყოფ. ღვთის სიყვარულს არ ვუღალატებ. აც რაიც გსურდეთ, ის აღქმენით. ერი რა შუაშია, დედოფალო? ქრისტე და ერი ჩემთვის ერთია.
მოართავ ქრისტე და იტამე ღმერთი ჭეშმარიტი. მოართავ ქრისტე და იტამე ღმერთი ჭეშმარიტი. არა. არსება მხევალისა შენისა ქეთევანისა მიეც ძალი წამებულსაერსა ჩემსა რამე თუ სახელისად შენისადმი